დიდი მადლობა. უღრმესი მადლობა, მადლობთ. მოგესალმებათ ვანო შოუ, მთავარი იუმორისტული შოუ, მთავარ არხზე, ძვირფასო მეგობრებო. ერთი სიტყვით მოგესალმებათ 34 ვანო ჯავახიშვილი, 15 თამარ ლეკვეიშვილი, 679 კაცია ბენდთან ერთად. ეს CSKA-ს მონაცემებით გეუნებით ძვირფასო მეგობრებო. ესე დავითვალეთ. ესე ითვლება ზოგადად, ესე ვითვლით ყველაფერს. დღეს 38 ოქტომბერია და ვიწყებთ გადაცემას. დიახ, 6 ნოემბერი არ არის, დღეს არის 38 ოქტომბერი. სანამ ამ ქვეყანაში არ შეიძლება CSKA-ს თავმჯდომარე და არ ჩატარდება სამართლიანი არჩევნები, მანამდე იქნება სულ ოქტომბერი, ძვირფასო მეგობრებო. ამ ეტაპზე დაპაუზებულია ქვეყანა. ვნახოთ წელს რამდენით არის ოქტომბერი, 60-ით თუ 61-ით. დავითვალოთ, რა ვიცი. რა ვქნათ, გადავიდე თემებზე, რა ვქნათ, რა გავაკეთე, დავიწყო თუ რა რაზე ვილაპარაკო ერთი ეგნით. არ რომელზე ვილაპარაკო, რამდენზე, ანუ საიდან დავიწყო, აი ეგეც არის რა. მოდით გადავიდეთ რამდენიმე დღით უკან და განვიხილოთ 31 ოქტომბერი. რა მოხდა 31 ოქტომბერს? ძვირფასო მეგობრებო, აი რას ფიქრობთ, რა მოხდა? ეს იყო საპარლამენტო არჩევნები? არა, მეგობრებო. ეს იყო ილუზიონისტური ნომერი. ილუზიონისტმა ბიძინა ივანიშვილმა 31-ში სახელმწიფოს გადააფარა შავი ნაჭერი. თქვა, აბრაკადაბრა და რო გადახადა შავი ნაჭერი, სახელმწიფო უკვე იქ აღარ იყო, გააქრო. აი ესეთი ძალიან მაგარი ნომერი შემოგთავაზა. შეიძლება ითქვას, რომ ეს არჩევნები იყო ტოტალური გაყალბების არჩევნები და გამოირჩეოდა მეთოდების მრავალფეროვნებით, ძვირფასო ტელემაყურებლო, გაყალბების თითქმის ყველა მეთოდი იყო გამოყენებული. უბნებში დაშინება, ოქმების ჩასწორება, მკვდარი სულები, ხმების ჩაყრა, მრავალჯერადი ბიულეტინები, აორთქლებადი კალმები, სომხური კარუსელი, ავღანური ბზრიალა, თურქული რიჟრაჟი, ევანგელისტური მანევრი, კოპლებიანი განთიადი, გარეცხილი ხელმოწერები და პაპირუსების დაწვა. ეს სრული ჩამონათვალი არის, რადგან ჯერ კიდევ მიმდინარეობს უბნების დათვლა და გადათვლა და მსჯელობენ რა იყო კიდე რაები იყო გამოყენებული. ერთი-ორი მეთოდი კამასუტრადანაც ჰქონდათ ნასესხები ერთი სიტყვით ესეთი არჩევნები იყო, ჩემო ტელემაყურებლებო. ყველა ნორმალურ ქვეყანაში არჩევნები ხო ასოცირდება წინსვლასთან და განვითარებასთან. ჩემთვის უკვე მერვე წელი არჩევნები ასოცირდება მორკალურ წარბებიან მსუქან დეიდებთან, ფრჩხილებზე გადამძვრალი მანიკურით. აი ქვეყნის უბსკოლში ჩათრევისას ჭიდაობაში რო გადაზვრათ ეს მანიკური, აი მაგ ქალებთან ასოცირდება ძვირფასო ტელემაყურებლო. აი სასწაულები ხდებოდა უბნებზე. ძალიან ბევრი ვიდეო ვნახეთ, რომელშიც დარღვევები ფიქსირდებოდა. ერთ-ერთ ვიდეოში მაგალითად მარნეულში ერთმა კაცმა 10-ჯერ მისცა ხმა, 10-ჯერ ჩააგდო ბიულეტენი. მაგრამ ეს კაცის აჭრილა ბოლოს და მერვე ხმის მიცემაზე რომ გაითავისა რას აკეთებინებდნენ, ბოლო ორი ხმა ოპოზიციას მისცა. ისეთ მდგომარეობაში იყო. ყველა უბანზე ფიქსირდებოდა დარღვევები, მაგრამ განსაკუთრებით გამოირჩეოდა გლდანი, სადაც დარღვევები კი არა, პირდაპირ ომი იყო გაჩაღებული. 31-ში ერთი ლეგენდაც გავრცელდა, სხვათა შორის, მინდა გითხრათ, არჩევნების წინაღამეს სახლში მისულ ძველ ბიჭს მამა შეუძლოდ დახვდა, ესეთი ლეგენდა არის. შვილო ოთახიდანო გამოიტანე ისრებიო, მამამ უთხრა, გამოიტანა, გადატეხე ერთიო, გადატეხე ორიო. ამ შვილმაც გადატეხა ორივე, გადატეხე ხუთიო, გადატეხა ამანაც ხუთი, გადატეხე 10-იო, ამანაც გადატეხა 10. მამამ ბედნიერი სახით გადახედა ოჯახის წევრებს და წარმოსტყვა. შენ უკვე მზად ხარ, წადი გლანში, მგონი მელია იგებს არჩევნებსო, შვილო. და ბავშვი წავიდა არჩევნებზე. აი ესეთი ლეგენდა დადიოდა იმ დღეს გლდანში. მოკლედ 31-ში დღის მეორე ნახევარში მიხვდა ქართული ოცნება, რომ ძალიან ცუდად ჰქონდათ საქმე და აქ უკვე ამუშავდა თამარ ჟვანიას სახელობის სადღეღამისო CSKA-ს ბუღალტერია, და დაიწყეს ოქმების ჩასწორებები. ფაქტიურად თამარ ჟვანიამ ორი ნაბიჯი გადადგა, ერთი უკან დემოკრატიის კუთხით და მეორე წინ ციხეში მოხვედრის კუთხით. ანუ სხვანაირად ახლა წინ ნაბიჯი ესეთი გამოდის. CSKA-მ 7 საათის მოგვიანებით დაიწყო ოქმების გამოქვეყნება. ფაქტიურად მშობიარე ქალივით წელავდა დროს CSKA. ქვემოთ ოპოზიცია ელოდებოდა ნანატირ დემოკრატიის დაბადებას, მაგრამ საიდანღაც გამოჩნდა ბიძინა,
გადაუკეცა ფული მახარობელს და დემოკრატიის მაგივრად დიქტატურა დაბადა. დიქტატურის დაბადება გვახარეს 31-ში. თამარ ჟვანიამ და ცესკომ მოიფიქრა გენიალური ხერხი არჩევნების გაყალბებისთვის. ოქმებში ციფრები გადაასწორეს. ყველაფერი გენიალური ხო მარტივია. ყველაფერი გენიალური არის მარტივი. აი ასე მარტივად ერთიანი გადააკეთეს 4-იანად. 3-იანი 8-იანად და ასე შემდეგ. პასტის მხოლოდ ერთი მოძრაობით გადაიჭრა პრობლემა. ერთ-ერთ უბანზე მაგალითად 173 გადააკეთეს 473-ად. ერთიანი ხო 4-იანად მარტივად კეთდება. აი ამ ყველაფერს არჩევნებიც ისე ქვია რა, აი რაღაცა პირობითად, ხალხსაც სპეციალურად გვეძახის არჩევნებს, რომ დაინახოს ყველამ, რომ რაღაც ქვეყანაში რაღაცა ფუსფუსი არის. და ხალხი მიდის, აი მაგისთვის ჭირდება ეს თვითონ ჩვენ მაგითო დავყავართ არჩევნებზე თორე. ისე რა პრობლემაა. ამ არჩევნებმა ერთი ლექსიც დამაწერინა, ძალიან კარგი ლექსია. ორს რომ ორი მიუმატოთ, რამდენია ჟვანია? არ დაიბნა ჟვანია, სასურველი ციფრი დაწერა. მართალია რითმა არ არის, მაგრამ როგორი დაუბალანსებელი ოქმების გამოყარეს, ისეთი ლექსიც გამოვიდა დღეს ამ მონოლოგში. რა ვიცი, აი ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლებიც არჩევნებს აკვირდებოდნენ, შოკში არიან და ამბობენ, რომ ესეთი არჩევნები მათ ცხოვრებაში არ ახსოვთ. ფაქტობრივად 3 დღეს ენას ვერ ატრიალებდნენ და არ იცოდნენ თვითონ ლაპარაკი საიდან დაეწყოთ არასამთავრობოებს, საიას და ასე შემდეგ. ერთი სიტყვით ივანიშვილმა არჩევნები კი არ წაგვართა, თვითონ სიტყვა არჩევნები ამოიღო ლექსიკონიდან, ეგეთი სიტყვა ქართულში აღარ არსებობს, ამიტომ დაივიწყეთ. ამოვარდება თავისით ეს ენა მიცის ესე ამოგდება თავისით სიტყვების. ორ წელიწად, 3 წელიწადში საერთოდ აღარ იქნება. ფაქტიურად ბიძინამ როგორც იშოვა რუსეთში ფული, ისეთივე არჩევნები ჩაგვიტარა ამ ქვეყანაში კრიმინალურ, თაღლითურ, ქურდულ, ნაძირლური. აი ესეთი არჩევნები ჩაგვიტარა 31-ში, ძალიან საინტერესო სხვათა შორის. არჩევნების ასეთი ტოტალური გაყალბების შემდეგ გაერთიანდა ოპოზიცია და მოითხოვეს თამარ ჟვანიას გადადგომა და ხმების ხელახლა გადასვლა. ცესკომ დაიწყო ხელახლა გადასვლის პროცედურა, მაგრამ მაგალითად სამგორში ერთი უბანი რომ გახსნეს და კომისიის წევრმა რომ ჩაიხედა ბიულეტენებში, ეგრევე თქვა დახურეთ. ეგრევე სისხლის სამართლის დანაშაული ამოვარდა იქიდან, დალუქული ბიულეტენებიდან. ისეთი დარღვევებია ამ სამგორის ოლქზე, რომ სხვა ოლქებსაც აღარ ხსნიან. შეიძლება ითქვას, რომ წლევანდელი არჩევნები ჩაატარეს ზამთრისთვის შენახული კონსერვების მეთოდით. ერთი თუ გაფუჭდა, რომ მე რომ მიყვება ყველა აი ესეთი მეთოდით. მე ინიციატივით გამოდივარ, რომ აწი ბიულეტენის მაგივრად კატლეტის ჩეკზე მივცეთ ხმა, ჩვეულებრივად. ბოლოს მაინც უნდა დაიხიოთ და ბარემ რაღაცა ლოგიკაში მაინც იქნება ჩამჯდარი, ძალიან კარგი იქნება. მე ახლა ერთ ოლქზე ვსაუბრობ და იცით რამდენ საარჩევნო ოლქში არ ჯდება ბალანსი, აი მაგალითად 2000-მდე უბანზე ბალანსი არ ჯდება, მეგობრებო. 2000 უბანი. არა და ექვთიმეს მთელი საქართველოს ოქრო და საგანძური გავატანეთ პარიზში და რომ ჩამოიტანა ბალანსი დაჯდა იქ. და თამარ ჟვანიას ქაღალდის ბიულეტენები ვანდეთ და ბალანსი არ ჯდება. არანაირად რა გახდა ესეთი რა მოხდა ამისთან. მიახლოებით რომ დათვალეს, ოცნებას გაყალბებული აქვს მთლიანი ამორჩევლების დაახლოებით 20%. სამწუხაროდ ქვეყნისთვის ყველა მნიშვნელოვანი პრობლემა ამ პროცენტებით გამოისახება ხოლმე. ქვეყნის 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ. ბოლო რამდენიმე თვეში ლარი კიდევ 20%-ით გაუფასურდა და ჩვენი არჩევნების 20% გაყალბებულია რუსეთის მიერ. ან ქართული ოცნების მიერ პრინციპში მნიშვნელობა აღარ აქვს. ეს იყოს პირდაპირ რუსული არჩევნები. რუსეთმა ჩაგვიტარეს თავისებური არჩევნები. თვითონ როგორც ხედავენ საქართველოში არჩევნებს, ისეთი არჩევნები შემოგთავაზეს. ქართული ოცნების უკანასკნელმა მოჰიკანმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ თამარ ჟვანიას ამდენი შეურაცხყოფების მოთმენის გამო ჯილდო ეკუთვნისო. ირაკლი მარტო თამარს არა, შენს გეკუთვნის ჯილდო. მარტო შენ მთელს ოცნებას გეკუთვნის ჯილდო. ქვეყნის დახურვისთვის, ლარის გაუბედურებისთვის, ეკონომიკის გაპარტახებისთვის, უბრალოდ ჯერ ჯილდოზე ვერ ჩამოვყალიბდით, რა ჯილდო გეკუთვნით. აი ზეგ პარლამენტის წინ შევიკრიბებით და გადავწყვეტთ იქ. რა იქნება ჯილდო? არინერულად ყველას შეგხვდებათ, არ არის პრობლემა. ან სულაც დამოუკიდებელი სასამართლო რო გვექნება, ისინი გადაწყვეტენ რა იქნება ჯილდო. იმიტომ რომ მე ახლა ზუსტად არ ვიცი, რამდენ წლიანი ჯილდოს ითვალისწინებს სისხლის სამართლის კოდექსი, მე ზოგადად არ ვიცი. სიმართლე გითხრა. ქართული ოცნების უკანასკნელმა მოჰიკანმა ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთი განცხადება გააკეთა ცესკოს დასაცავად. დაუბალანსებელი ოქმები ეს უბრალოდ ადამიანური შეცდომაა.
ფაქტიურად ეს განაცხადა თვითონ ადამიანურმა შეცდომა, მე ესე ვფიქრობ. თან ყველა ეს ადამიანური შეცდომა წარმოიდგინეთ ძვირფასო მეგობრებო, ოცნების სასარგებლოდ არის დაშვებული. 173-ი 473-ად გადააკეთეს. მაინდა-მაინც ოცნების გრაფაში მოხდა. დაუფიქრებლად დაემართათ. რა ვიცი, ესეთი გაუთვალისწინებელი მართლა როგორი შეცდომებია, ესეთი მარტივი, პრიმიტიული. ხო და როცა სასამართლო გადმოგცეთ ერთწლიან ჯილდოს, მერე შეიძლება ბეჭდავმა დაუფიქრებლად დაუშვა შეცდომა და ერთიანი გადააკეთოს 4-იანად ჩვეულებრივად. ხო შეიძლება მანდაც დაუშვათ რაღაცა შეცდომა. ახლა უნდა გითხრათ ირაკლი კობახიძის ყველაზე ორიგინალური განცხადება არჩევნებთან დაკავშირებით. კობახიძემ არჩევნები ოპოზიციამ გააყალბა, რომ ჩვენ ქართულ ოცნებას დაგვრალებოდა ეს ყველაფერიო. ანუ რა გამოდის, ოპოზიციამ არჩევნები გააყალბა ოცნების სასარგებლოდ და დააბრალა ოცნებას. რაღაც არ ჯდება. აი აზრობრივი ბალანსი ვერ დავსვი ირაკლი, აი არ ჯდება, ბალანსი არ ჯდება. ამ განცხადებასაც შესწორების ოქმი სჭირდება, მე თუ მკითხავთ, თორე არ ჯდება ბალანსი, ისეთი ბრალდებებით გამოდის ირაკლი, შეიძლება მალე ოპოზიციის გადადგომა და ვადამდელი არჩევნები მოითხოვს, არ ვიცი. შეიძლება პარლამენტადაც გამოვიდეს, არ ვიცი, ისეთ რაღაცებს იძახის. ირაკლი კობახიძე ისეთ განცხადებებს აკეთებს მართლა, რომ უკვე გამოსხივება აქვს. ფაქტიურად 31-ში 8 საათზე რეალური შედეგები რო გაიგო, რო აგებდა, შიგნიდან ირაკლიში მოხდა აფეთქება. და იმ დღიდან მოყოლებული ნელ-ნელა ჟონავს ეს რადიოაქტიული განცხადებები, ძვირფასო მეგობრებო და აბინძურეს პოლიტიკურ გარემოს. დინარაძე, თალაკვაძე და ოხანაშვილის დააზიან ამ რადიაციამ და ისინი გჟონავენ ნელ-ნელა რაღაცებს. ძალიან განერვიულებულია ირაკლი, არადა რა ხალისიანი ბიჭი იყო. გახსოვთ, როგორ ხუმრობდა ოპოზიციაზე, ოპოზიცია უფრო ძროხას მაგონებს, გახსოვთ? როგორ ხუმრობდა ხოლმე ირაკლი, დღეს ოპოზიცია ნამდვილად დგას მოწოდების სიმაღლეზე, აი მთავრობა ნამდვილად გავს უკვე ბოსელს. დამიჯერეთ, ძალიან კორექტული ვიყავი, ბოსელს გავს, იმიტომ რომ ისეთი სუნი აგდით, რომ თავისუფლად შემეძლო ფუნაც მეთქვა, ჩვეულებრივად, მაგრამ არ შემიძლია ესეთ რაღაცებს ხო არ ვამბობ მე. ოპოზიციური პარტიები გაერთიანდნენ და ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც არალეგიტიმურად აცხადებენ ჩატარებულ არჩევნებს და უარს ამბობენ პარლამენტში შესვლაზე, მხოლოდ პროდასავლური პარტიები კი არა. პატრიოტთა ალიანსი და ქართული მარშიც აპროტესტებს ამ არჩევნებს. არ შევალთო პარლამენტშიო, ინაშვილმაც განაცხადა. ხედავთ, პრორუსული ძალებიც არ შედიან. აი ისეთი პარლამენტია, რომ გავრილოვიც კი არ შევიდოდა. აი ეგეთი პარლამენტი შექმნეს. არა, სიმართლე გითხრათ, მე მართლა აღფრთოვანებული ვარ ოპოზიციის ერთობით, რამდენი წელია ოპოზიციის ასეთი ერთობა მე არ მინახავს. ნუ რამდენიმე დღის წინ ერთი მცირე ინციდენტს თუ არ ჩავთვლით, გუბას სანიკიძესა და ნიკა მელიას შორის. გუბას სანიკიძე შეუჩდა მელიას, რომ თქვი რა არის გეგმა, რა არის? კვირას რო იკრიბებით, ხალხი რო იკრიბებით, თქვი გეგმა რა არის? რო დაატარებთ ამ ხალხს აღმა-დაღმა. აი ესეთი რაღაცა უთხრა. ახლა წარმოიდგინეთ მე-12 საუკუნეში 300,000 სელჩუკი რომ მოადგა ქვეყანას და მაშინელი პუტკუნა თანამებრძოლიო დაძდევს აღმაშენებელს და რო ეკითხება რომ დაატარებ ამ 60,000 კაცს წინ და უკან გეგმა რა არის? თქვი გეგმა რა არის? და აღმაშენებელსაც რო ეთქვა გეგმა ყველასთვის. წარმოიდგინეთ ახლა რა მოხდებოდა. მე გეტყვით რაც მოხდებოდა, წააგებდა. ეგ იქნებოდა და ეგ. კვირას იგეგმება ოპოზიციის მასშტაბური აქცია პარლამენტის, სადაც შეიკრიბებიან პარტიები, მათი მხარდაჭერები, მოქალაქეები და დაიცავენ ხმებს. ფაქტიურად ახლა არის ამ 8 წლიანი ბრძოლის ფინალი და აუცილებელია ბოლო ენერგია მოვიკრიბოთ და დავამარცხოთ ეს თაღლითი გველეშაპი. ბევრი ომი გადაგვიტანია ძვირფასო მეგობრებო ქართველებს, მაგრამ პირველად ვომობთ თაღლით გველეშაპთან. ეგეთი არ ქონია ისტორიაში. ძვირფასო მეგობრებო, რადგან ჩემი მოვალეობა იუმორისტულა და თან ცოტა მძაფრად დაგანახოთ ჩვენი რეალური მდგომარეობა, შესაბამისად ასეც მოვიქცევით, შევეცდებით ჩემებურად აგიხსნათ კვირის აქციაზე გასვლის მნიშვნელობა. ერთ ცნობილ ანეკდოტს მოვიშველიებ. მოკლედ, ჩვენი მთავრობა ახლა რასაც გვიპირებს, ეს ეთერში სათქმელად ეხლა ცოტა უხერხულია. ანუ იმას გვიშვება, მიხვდით რა აი იმას გვიშვება ჩვენი ხელისუფლება და ჩვენ შეგვიძლია არ შევეგუოთ ამას. ან შეგვიძლია შევეგუოთ და მთავრობამ იმას გვიქნას ჩვეულებრივად. ხო და ჩვენი მომავალი თაობა რომ გაიზრდება და ჩემს შვილიშვილს აუხსნი რა პერიოდის გამოვიარეთ და მე მეკითხავს ბაბუ
შენო რა გიქნესო რომ მეტყვისო რა გიქნესო იმას გიქნესო თუ მოკლესო მე არ უნდა ვუთხარ რომ მე მომკლეს ბაბუთქო ანუ მიხვდით ახლა ხო რა შეასაქმე ხო და რა ვიცი დანარჩენი თქვენ გადაწყვიტეთ აწი ძვირფასო მეგობრებო რა მნიშვნელობა აქვს კვირას გამოსვლას 3 საათზე პარლამენტის შენობასთან. ესე იგი კვირას ხალხი შეიკრიბება პარლამენტის წინ, მერე დაიწყება სენაკიდან და რეგიონებიდან ხალხის შემოერთება. მოკლედ ამ 2020-ში რატომ ვარ ისევ 2003-ში სად გაქრა ეს 17 წელი? სად ვართ? დრო, სივრცე, გრავიტაცია, შავი ხვრელი. აი ეგ არის ნამდვილად ჩემთვის გაუგებარი. აი ნამდვილად შავ ხვრელში ვართ. შავი ხვრელი ძალიან სუბგინად თქვა, მაგრამ თუ რამე არ შეიცვალა, მეგობრებო, ნამდვილად ხვრელში ვართ. ნამდვილად ვართ ხვრელში. თამარ. ეხლა შენ მითხარი გეგმა რა არის? გეგმა რა არის? გეკითხები, რა არის გეგმა? რო დაატარე ბენდის წევრებს, აქ ზევით ქვევით. დააკრევინე ერთი, გავიგო რა არის? თქვენი გეგმა ერთი, გამაგებინე. დიდი მადლობა ჩვენ შოუს მუსიკალ დაფორმეთ ბენდის გამუნალებელი ხელმძღვანელობა.